თარგმანება იმათეს სახარებისაი თავილეი. სიტყუაიესე, მას შამსაშინა იტყო და იესუდა თქვა, აგიარებ შენ მამაო, უფალოცისა და ქვეყანისაო, რამე თუ დახფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა. ჰე მამაო, რამე თუ ესრეთ სათნო იყო შენ წინაშე 11, 25, 26. იხილეღა, რავდენი სახე წინა უყოერსა მას, რაითანცა მოიყვანა იგინი სარწმუნოებად, პირველად ქება იგი იოანესი, რამე თუ გამოაჩინა რა იგი ესრეთ დიდად და საკვირველად კაცად, და ამტკიცა, ვითარმეთ ყოველივე მის მიერ თქმული სარწმუნო არსს. ხოლო მის მიერ თქმული ყოველი მეცნიერებასა ქრისტესსა მოასწავებდა, მეორედ რომელ თქვა ვითარმეთ, სასუფეველი ცათა იძულების და რომელნი იძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი მათე 11, 12, რამე თუ სიტყვა ესე განმაუძებელ გონებათა მათთა იყო. მესამედ რომელ გამოაჩინა, ვითარმეთ წინაწარმეტყველებანი აღსრულებულ არიან, რამე თუ ამის განჩნდა ვითარმედ მოვიდა ქრისტე. მეოთხედ რომელ უჩვენა იგავითა მიტყრმათაითა, ვითარმედ ყოველივე, რავდენიცა ჯერ იყო ქმნათ მათ და სარგებელად აღასრულა. მეხუთედ, რომელ იგი აყვედრა. ურწმუნოთა მათ ქალაქთა და ყოველთა, რომელთა არა შეიწყნარეს იგი და უჩვენა, თუ რომლისა სასჯელისა თანამდება არიან. მეექვსედ, რომელ წარმოთქვა მადლობა ესე მათთვის, რომელთა ხრწმენა მისი, რამე თუ სიტყვა ესე, აგიარებ შენ. ამას ადგილსა ესრეთ მოასწავებს, ვითარმეთ, გმადლობ შენ. გმადლობ შენ მამაო, უფალოცისა და ქვეყანისაო, რამე თუ დახფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა. რაი არ სიტყვა ესე? წარწმედისა და არასწავლისა მათისათვის მოხარულ არსა. ნუ იყოფინ. არა მოხარულ არსამისთვის, არამედ ესე გზაი არს ჭეშმარიტისა ცხოვრებისაი, რაითა რომელთა განაგდეს და არა შეიწყნარნეს საიდუმლონი იგი ცხოვრებისანი, არა მოიყვანეს იძულებით, არამედ ვინაიდან წოდება იგი არა ისმინეს. განურდომითა მით ქორწილისაგან მოვიდნენ სურვილად. აც უკვე არა მათისა მის უმეცხრებისათვის მოხარულ არს, ნუ იყოფინ. არამედ მეცნიერებისათვის შემწყნარებელთა მისთაისა. რამე თუ რომელ ამათ გამოეცხადა საიდუმლო ღმრთისაი, ღირს არს სიხარულისა, ხოლო რომელ იგი მათ დაეფარა, არღარა სიხარულისა ღირს არს, არამედ ცრემლისა. და ეგრეთ საქმნა. აღმოიკითხე, რა იგი წერილ არს სახარებასა ლუკაისსა, და ვითარცა მიახლა იხილა ქალაქი იგი და ტირო და მასზედა. ლუკა 19:41 და აც უკვე არა ამისთვის მხიარული იქნა, რომელ მათ არაცნეს, არამედ რომელ რა იგი არა ინებეს ცნობად ბრძენთა, გულისხმავყვეს წმიდათა მოციქულთა და მათ მიერ სწავლულთა მორწმუნეთა. იტყვის პავლეცა ვითარმეთ, მადლი ღმერთსა, რამე თუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილი ქმნენით გულითა, რომელსაც იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. რომელთა მიმართ 6:17 არა თუ ამისთვის შეწირა მადლობაი პავლე, რომელ მონა ცოდვისა იყვნეს იგინი, არამედ ამისთვის, რომელ ესე ვითარნიღა იყვნეს და ესე ვითართა კეთილთა ღირს იქმნეს. ეგრეთვე უფალიხ მადლობს მამასა ამისთვის, რამე თუ რომელ იგი ბრძენთა არა ინებეს, სწავლად ისწავეს უსწავლელთა, რომელთაცა ჩჩვილად სახელსტვა. ხოლო ბრძნად და მეცნიერად ამას ადგილსა მწიგნობართა მათ იტყვის და ფარისეველთა, შჩულის მეცნიერთა მათ და სწავლულთა მღვდელთა, არა თუ ჭეშმარიტისა სიბრძნისა მეცნიერად იტყვის, არამედ კაცობრივისა ამის, რომელსა იგინი ჰგონებდეს თავთათვისთა ყოფად. ამისთვისა არა თქვა თუ გამოუცხადეს სულელთა, არამედ ჩჩვილთა, ესე იგი არს უმანკოთა, წრფელთა გულითა, განშორებულთა უკეთურებისაგან, რამე თუ ამას მოასწავებს სახელი ჩჩვილთაი.
ხოლო ქადაგებაი ესე დიდებული და გამოცხადებაი საიდუმლოთაი ვინა ითქან თავად მანქნა, მან მოუწოდა მოციქულთა, მან ასწავა და კვალად უგუნურთა მათ ბრძენთა, რომელნი ბრძენი ყვნის ძვირის საქმეთ, ხოლო კეთილის საქმე ვერ გულისხმაყვეს, იგი არა შეიწყნარეს, მისი არა ისმინეს. ვითარ ამის ჯერისათვის მამისა შესწირავს მადლობასა? არამედ ვითარცა იგი სხვასა ადგილსა აღიხილნა თვალნიზეცად, მირაივიდო დავნებად და შეწირა მადლობაი და ლოცვაი მამისა, რაითა გამოაცხადოს, რაოდენი სიყვარული აქვს მონათათვისთა მომართ, ეგრეთვე აქა-იქ რამე თუ დიდისა სიყვარულისა სასწაული არსესე. გამოაჩინა უკვე ესეცა, ვითარმეთ შეურაცხისმყოფელნი მისნი არა მისგან ხოლო, არამედ მამისაგანცა განვრდომილ არიან და კვალად მორწმუნეთა მათ მისთა მეცნიერებასა ზედაურთაივე აღესრულა ნებაი, ამისთვის ზემხიარულ არს და მამაი ეგრეთვე. რამე თუ არა თქვა თუ თქვა ისმინე და ამისთვის გამოუცხადე, არამედ ესრეთ სათნო იყო შენ წინაშე, ესრეთ ინებე, ესრეთ სათნო იჩინე. ხოლო რაისათვის დაეფარა ბრძენად საგონებელთა მათგან უგუნურთა? ისმინე პავლესი რასა იტყვის ვითარმეთ, თვისა მასნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს. რომაელთა მიმართ 10:3. ხოლო ლუკა ეგრეთ იტყვის ვითარმეთ, ოდეს მიიქცეს 3:30 იგი და უთხრეს დამორჩილებისა მისთვის ეშმაკთა ისა, მას შამსა იხარებდა იესუსულითა წმიდითა და თქვა ზემოწერილი ესე მადლობაი, რაითა უმეტესი ასწაოს მათ მოსწრაფებაი და სიმდაბლე, რაითა არა აღზვავნენ განსხმისა მისთვის ეშმაკთა ისა. ვითარმცა ეტყო და ვითარმეთ, ესე საქმე არა თუ თქვენისა მოსწრაფებისაი არს, არამედ მადლი არსზე გარდამოი მოცემული თქვენ და სარწმუნოებისა და უმანკოებისა თქვენისათვის. რამე თუ ჩჩვილთა მსგავსად განშორებული ქნენით ყოვლისა ბოროტისაგან და გონებითა მარტივითა შეიწყნარეთ საიდუმლო ღმრთისაი. ხოლო მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელნი გონებდეს თავთათვისთა ბრძენდა მეცნიერ, ან პარტავანებისათვის ისათვის არა შეიწყნარეს საიდუმლოი მადლისა ღმრთისაი. ვინაითგან უკვე მათ ან პარტავანებისაგან დაეფარა, დაადგერით თქვენ სიმდაბლესაზე და რაითა არაოდეს დაგეფაროს გამოცხადებაი ესე მადლისაი, რამე თუ დაფარვაიცა და გამოცხადებაი კაცთა მიერ არს. უკვე თუ ვინ მისცეს მიზეზი დაფარვისაი ან პარტავანებითა თვისითა და უკეთურებითა მას დაეფარვის, და უკვე თუ ვინ მისცეს მიზეზი გამოცხადებისაი სიკეთითა თვისითა და სიმდაბლითა, გამოეცხადების. ხოლო ვინაითგან თქვა ვითარმეთ, აღგიარებ შენ მამაო, უფალოცისა და ქვეყანისაო, რამე თუ დახფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა, რაითა არავინ გონებდეს. ვითარმედ მას ვერ ძალედვა ამის საქმისა წარმართებაი და ამისთვის ხმადლობს მამასა, რომელმან ესრეთ სათნო იჩინა გულისხმის ყოფად ყოველთავე, ვითარმედ განუყოფელ არს ძალი მისი მამისაგან და ყოვლისავე ხელმწიფებაი აქვს, ამისთვის შესძინა მეხსეულად და თქვა. წახ არეებაი, ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე გარნა მამამან, არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების გამოუცხადოს 11:27. თარგმანი რაჟამს გესმას ვითარმეთ, ყოველივე მომეცა მე მამისა მიერ, ნუ რარას კაცობრივსა მოიგონებ, რამე თუ რაითა არა ორნი ღმერთნი უშობელნი მოიგონე, ამისთვის თქვა სიტყვაი ესე. ხოლო ესე საცნაურ არს ვითარმედ იშვა მამისაგან პირველ საუკუნეთა და მიერითგანვე ყოველთა მეუფე იყო. არასა და ყოფილ არს ჟამი, ოდეს იგი არა იყო, არც რაისა და პოვნილ არს რომლისაი არა აქუნდა მას ხელმწიფებაი, დაბადებულთაგანი. უწინარეს საუკუნეთა შობილიყო მამისაგან და უწინარეს საუკუნეთა ყოველთა ხელმწიფე და მეუფე იყო და არს დაიყოს. ესე ყოვლით კერძო საცნაურ არს და უმეტესად ესე რა გამოაცხადებს სიტყვითა თვისითა და იტყვის უფალი,
არავინ იცის ძე გარნა მამამან, არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემან. ვინაიდან თქვა ვითარმეთ, ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ მე ხსეულად ესე დაურთო ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, რა ის საკვირველი არს უკვე თუ ყოველთა მეუფე ვარ, სხვა იცა ამისა უმეტესი ისმინეთ, ესვეთ მისისა მის არსებისა და ბუნებისაი ვარ. რომელმე მხოლო მან ვიცი იგი ვითარცა ჯერ არს სულით წმიდით ურთ და სხვა მან არავინ, რამე თუ არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემანო. ხოლო სული წმიდაი განუშორებელ არს მათგან. ამისთვისცა ოდესღა ამას იტყო და მხიარულიყო სულითა წმიდითა. ხოლო იხილე, ოდეს თქვა სიტყვა ესე, ოდეს საქმით ცნეს ძალი მისი მოციქულთა, არა თუ მის მიერ ქმნილთა ხოლო სასწაულთაგან, არამედ რომელი გინიცა სახელითა მისითა ძლიერებათა იქმოდეს, მაშინა უწყა ესე საიდუმლოი. ხოლო ვინაიდან ეთქვა ვითარმეთ, გამოუცხადე ესე ჩჩვილთა უჩვენებს ვითარმეთ გამოცხადება იცა ესე მისივე არს. ამისთვის თქვა ვითარმეთ, არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს წესა გამოცხადების გამოუცხადოს. არა თუ რომლისაი ბრძანებაი მოიღოს ანუ რომლისათვის კითხოს, არამედ რომლისაი ენებოს, მას გამოუცხადოს მამაიცა და თავიცათვისი, და ამას მარადის გვაუწყებს, ვითარცა იგი იტყო და არავინ მოვიდეს მამისა გარნა ჩემ მიერ იოანე 14:6. რამე თუ ესოდენ ერთ არსნებაი მამისაი და ჩემი, ერთი განზრახვაი, ერთი ძალი, რომელ არცავის ძალ უცმისლად მამისა გარნა ჩემ მიერ. რამე თუ ვინაიდან უფრო ის ყოვლისა ამასზე და დაბრკოლდებოდეს ხურიანი, რამე თუ იტყოდეს, ვითარმეთ, წინააღმდგომარს ღმრთისა, უღმრთონი იგი და წინააღმდგომნი, ამისთვის ყოვლით კერძო ესე ვითარი ესე იჩვი მათი დახსნა და უსიტყველყნა მრავალსახედ და მრავალფერად. ხოლო ოდეს თქვას ვითარმეთ, არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემან, არა თუ ეგრე იტყვის თუ ყოველნი უმეცარ მისა არიან, არამედ ეგე ვითარი მეცნიერებაი ვითარი ძესა აქვს, არავის აქვს სხვასა, რამე თუ მისი იგი მეცნიერებაი ბუნებითი არს და არსებითი, ხოლო სხვათაი მის მიერითა მითმადლითა მონიჭებული. ეგრეთვე არცა ძე ვინ იცის ვითარცა ჯერ არს ცებნაი გარნა მამამან და სულმან წმიდამან, ვითარცა იტყვის პავლე, ვითარმეთ, მცირედ რაიმე ვიცით და მცირედ წინაის წარმეტყველებთ. პირველი კორინთელთა მიმართ 13:9. ვინაიდან ესე ყოველი ღმრთი მშვენიერებით მიუთხრა და გულნი მოწაფეთანი ფრთოვანყნა სრულად მისა და უჩვენა მიუთხრობელი იგი და გამოუთქმელი ძალი მისი, მერმე მოუწოც და ეთქვის. წახ არებაი, მოედით ჩემ და ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და დაისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ვპოვოთ განსვენება სულთა თქვენთაი. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მცირე არს 11, 28, 30. თარგმანი, მოედით ჩემ და ყოველნი, არა ესე ვინმე და იგი, არამედ ყოველნი, რომელნიცა ხართ ცოდვათაგან დამძიმებულ, რომელნიცა ხართ მწუხარებათაგან შეპყრობილ, რომელნიცა ხართ ზრუნვათაგან შეურვებულ. მოედით ჩემ და ყოველნი, არა თუ რაითა სიტყვაი ბრალისაი მიგხადო, არამედ რაითა დავხსნე და განვაქარვნე ცოდვანი თქვენი და განგისვენო თქვენ, რომელნი ეგე მათგან ჭირვეულ ხართ და შეიცრებულ, მოედით არა თუ ამისთვის, ვითარმცა მეხმარებოდა თქვენ მიერი დიდებაი, არამედ ამისთვის, რომელ ნებავს ცხოვრებაი თქვენი. მე განგისვენო თქვენ. არა თქვა თუ შეგინდო ხოლო და შეგიწყალნე არამედ, განსვენებასაცა საუკუნესა ღირსკვნე. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და დაისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ვპოვოთ განსვენება სულთა თქვენთაი. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მცირე არს. უღელი თუ გესმის, ნუ გეშინინ, რამე თუ ტკბილარს,
ტვირთი თუ თქვენ ნუ შესწუნდებით, რამე თუ მცირე არს. და ვითარზე მოიტყო და ვითარმეთ, ით რო არს ბჭედა საჭირო გზაი, ერთი ესე იგი არს უკვე თუ უდები ხო და დახსნილ და ხორცთ მოყვარე და ვნებათა მოსურნე, ით რო და საჭირო გიჩნდეს გზაი იგი. უკვე თუ კვალად შეიმოსო გულს მოდგინებაი და შეიყვარო ცხოვრებაი სულისა შენისაი და წარჰმართო მცნებაი მისი, მაშინ ტკბილი ყოს უღელი იგი ქეთსა შენსა და ტვირთი იგი საწადელ ბეჭდთა შენთა. ხოლო ვითარ იქმნას წარმართება იგი მცნებათაი. ისმინე ამისცა სახისაი ჭეშმარიტი და უშრომელი მოძღვრებაი, ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა. აც უკვე იქმნე თუ მშვიდ და მდაბალ და სახიერ მცნებანიცა მისნი წარმართნე და სულისა შენისა პო ჭეშმარიტი განსვენებაი. ესე სათნოებაი არს დედაი ყოველთა კეთილთაი, ჭეშმარიტი იგი სიმდაბლე. ამისთვის პირველ რაჟამს იწყებ და საღმრთოთა მათ სჯულთა და სულიერთა მათ წესთა განწესებად, ყოვლისა უპირატეს ნეტარება იმ დაბალთა მისცა და მშვიდთა, და აცცა ეგრეთვე იქმს. ესე მოიგეთო და პოოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი. ამისთვის თავსაცა თვისა სახეთ დაგვიდებს, ვითარმცა იტყო და, რაისათვის გეშინის, კაცნო, სიმდაბლისაგან. გონებთა თუ ნაკრულევანებაი რაიმე შეგემთხვიოს. მე მომხედენით და ჩემგან ისწავეთ და მაშინ სცნათ, ვითარი კეთილი არს საქმე ესე. ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა და კვალად თავისაცათვის ისა სარგებელი გულის ხმა ყავთ, რამე თუ ამის მიერ პოოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი. და კვალად იტყვის, მე განგისვენო თქვენ, იტვირთოთ თუ უღელი ესე, რომელსა დაგიდებთ თქვენ, რამე თუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მცირე არს. სწავლაი ლეივითარმედ უღელი სიმართლისაი სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაი, მძიმე და ბოროტ. თქვას ვინმე, თუ ვითარ მცირე არს ტვირთი ესე რაჟამს თქვას, რომელმან არა მოიძულოს მამაითვისი და დედაი და ცოლი და შვილნი, და რომელმან არა აღიღოს ჯვარითვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემ და ღირს. და რომელმან არა დაუტეოს ყოველი მონაგები მისი და მერმეღასულიცათვისი მისცეს სიკვდილად, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. შეადარე ლუკა 14, 26, 27, 33, მათი 10, 37, 39 ესე ყოველი ვითარ სუბუქ არს და ტკბილ. გნებავსა, კაცო, ცნობად ვითარ ტკბილ არს და საწადელ უღელი ესე და ტვირთი, რომელი შენ მძიმედ გგონიეს. ისმინე, რასა იტყვის პავლე მოციქული, ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტეისა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახვილმან, რომელთა მიმართ 8:15 და შემდგომი ამისი. და კვალად იტყვის ვითარმედ, ვერ ღირს არიან მნებანი იგი ამის შამისანი მერმისა მის თანადიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩვენდა. რომელთა მიმართ 8:18 ისწავეთ კვალად მოციქულთაგან, რომელნი იგი მოიქცეს რაი შესაკრებელისაგან ჰურიათა ისა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამე თუ ღირს იქნეს სახელისა მისისათვის გინებად. საქმე 5:41 ხოლო უკვე თუ შენი შიშვი უღლისა მისგან და ტვირთისა, არა ბუნებისაგან მათ საქმეთა ისა არს შიში ესე, არამედ შენისა მის დახსნილებისაგან. ხოლო იყო თუ კაცი გულს მოდგინე ცხოვრებისათვის სულისა შენისა, ყოველივე ესე სუბუქ იყოს შენდა და ადვილ. ამისთვისცა ქრისტე გულის ხმა გვიყოფს, ვითარმედ ჩვენცა გვიხობს მცირედ რაიმე შრომაი. და არა თქვა სიტკბოებაი ხოლო და სისუბუქეი საქმისაი ამის და დაიდუმა, არცა სიმძიმეი და სიძნელეი, არამედ ორივე თქვა, რამე თუ უღელი სახელსტვა და ტკბილ უწოდა, და ტვირთი გვაუწყა და მცირეი დაურთო, რაითა არცა ვითარცა საჭიროისა და ძნელისაგან იუტოდი, არცა ვითარცა ფრიად რაიმე ადვილი და არა რაი შეურაცხყო.
ხოლო უკვე თუ ამას ყოველსა ზედაცნელვე გიჩნს შენ სათნოებაი და მძიმე, გულისხმა ჰყავ, რამე თუ ცოდვაი უმძიმე ის არს და უძვირე ის. ამას უკვე მოასწავებ და უფალი, ამისთვის პირველად თქვა, მოედით ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, რაითა გიჩვენოს, ვითარმე ცოდვაი არს მძიმე და საჭირო იტვირთი, და მერმე შესწინა. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და მათე 11:28-29, რაითა სცნათ ვითარ არს ცოდვაი მძიმეი და საწყინო და უღელი სათნოებისაი, ტკბილ და სუბუქ. ეგრეთვე წინაისწარმეტყველი წარმოიტყვის სიმძიმესა მას ცოდვისასა და ღაღადებს, რამე თუ უსჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა, ვითარცა ტვირთი მძიმე, და მიმძიმდა ჩემზე და. ფსალმუნი 37:5 და კვალად ზაქარია გამოსახავს მას და შანთად ბრპენისა სახელს დებს. ზაქარია 5:7 რამე თუ არ არაიესრეთ და ამძიმებს სულსა და ქვედა ჰქენჯნის, ვითარ მხილება იცოდვისაი და არ არაიესრეთ აღასუბუქებს და ბრთვან ჰყოფს, ვითარ მოგებაი სიმართლისა და სათნოებისაი. და ესრეთ გულისხმა ჰყავ, არა მძიმედ ჩანსა სიგლახაკეი და უპოვრებაი, და მიპყრობაი ღაცუთაი ყურიმლისა ცემად, და პახრაკობაი და სხვა იგი სათნოებისა წესი, და მერმეღა სიკვდილისაცა ძვირძვირისა თავს დებაი. არამედ უკვე თუ სიბრძნეი გონიერი შევიმოსოთ და თვალნი სულისანი ავუხილნეთ გულისხმის ყოფად, ესე ყოველივე შევხრაცხოთ ადვილ და საწადელ. და უკვე თუ გნებავს თითოეული გამოვიძიოთ. ვიხილოთ უპოვრებაი, ძნელი იგი და საჭიროი, რომელი უმეტესად საჭირო არს, აღპყრობაი თვალთაი უფლისა მიმართ და მისგან სასოებაი საზრდელისაი, რომელმან იგი არავინ მოსალთა მისთაგანი დაუტევის სიხმილითა მოკუდომად, რამე თუ აჰა ესერა რომელნი ესვიდეს მას. რომელნიმე ხელითა ანგელოსთაითა გამოზარდნა, ოდეს ყოვლისავე კაცობრივისა სასოებისაგან თვალნი მოირიდნეს, და რომელთამე ყორნისა მიერ მოსცა ჭამადი. აც უკვე ესე ვითარი ცხოვრებაი უსუბუქეს არს, ანუ რომელი იგი ბევრეულითა ზრუნვითა დამძიმებული ხოს და არათვის ისა ხოლო მუცლისა, არამედ სხვათა მრავალთა აღმოვსებაი თანაედვას, მონათა და მსახურთა, და ყოვლითა ამოვებითა განფრთილი ხოს. რომელი უადვილეს არს, რაითა სამოსელი ვის აქუნდეს ზომითი, რომლითა სიშიშულეთვის იიფაროდის, ანუ რომელსა მრავალი აქუნდეს სამოსელი და საფასე და განიხერხებოდის ზრუნვითა, სადაც დაახმარხოს, სადაც დაჰფლას, რაითა არცა მპარავთა წარიტაცონ, არცა მღილთა შეჭამონ. და რასა მრავალსა ვიტყვი? ვიცი ვითარმეთ თქვენ, რომელნი ეგეზრუნვათა ამათ და სახმართ მოყვარებასა შემსჭვალულ ხართ, არა უცხით სიტკბოებაი საღმრთოისა მის ცხოვრებისაი და გგონიეს, თუ ცუდად მეტყუელებ. გარნა მენება, რაითამცა წარმომიდგა ვინაც მათგანი, რომელნი სიმაღლესა მას სათნოებისასა მიწევნულ არიან, მამანი, და მაშინ იხილეთ მცა ჭეშმარიტებაი სიტყვათა ჩემთაი, და თუ ვითარი სიტკბოებაი აქვს ღვთისმსახურებისა წესსა. რამე თუ დაღაცა თუ ბევრეულნი მცა კაცნი წინა უყოფდეს სიმდიდრესა ტრფიალთა მათ უპოვრებისათა, არამცა თავსიდვეს შებორკილებად აზნაურთა მათ თავთა მათთა ხელბორკილითა მითბოროთისა მონებისაითა. არამედ მდიდარნი ღამცა წადიერი ქმნეს მათისა მის უპოვრებისა ბაძვად და არა იგინის სიმდიდრისა. არა ხედავთა დანთქმულთა ზრუნვასა შინა სიმდიდრისასა, ვითარ დღითი დღე მწუხარებაი და სულ თქმაი არა აკლს. გარნა იგინი არა ესრეთ არიან, რომელნი უპოვრებით ხმონებენ უფალსა, არამედ მარადის მხიარულ არიან უმეტეს მეფეთა მათ ქვეყანისათა და დაუცხრომელად ღმერთსა ხმადლობენ. კვალად მიპყრობაი ყურიმლისაი, ვიდრეღა მიმთხვევაი სხვისა და უადვილეს უჩნს მუშაკთა სათნოებისათა, რამე თუ მოთმინებაი მათი შობს მშვიდობასა და სიხარულსა სასკედლისათვის ღვთისამიერისა. ხოლო ცემაი მეორისაი შობს ბრძოლასა და ნუ უკვე კაცის კლასაცა. რად ვიტყვი ამას მრავალსა? აღსასრული ყოველთაი ვთქვა.
რაი არ სულძნელეს და უმძიმეს სიკვდილისა. არა რაი ამას სოფელსა შინა. რაც გულისხმა ყავთ, უკვე თუ მოიწიოს ჟამი და ჯერ იყო სიკვდილი ღმრთისათვის, რომელი უადვილეს არს და უსაწადეს. სიკვდილი ღმრთისათვის ერთსა შინა წამსა და სუფევაი უკუნითი უკუნისამდე კეთილთა მათ შინა მოუგონებელთა და გამოუთქმელთა, ანუ პატივცემაი წარმავალისა ამის და ამავისა ცხოვრებისაი და დასჯილებაი აქავე მარადის გონებისაგან და მერმე წარსვლად გეჰენიათ ცეცხლისა და ტანჯვაი მას შინა უკუნისამდე ჟამთა. ჭეშმარიტად ესევით არის ცხოვრებაი უძვირეის არს სიკვდილისა, ხოლო სიკვდილი იგი ღმრთისათვის უსაწადელეის არს უფროის ყოველთა კეთილთა და უკვე თუ ურწმუნო ხართ ამასზე და ისმინეთ მათი, რომელთა უხილონ პირნი მოწამეთანი ჟამსა წამებისასა. ვით არ იგუემებოდეს რაი და იხუეტებოდეს, მხიარული ყვნას და ბრწყინვალე და ნაკვერცხალთა ზედა რაი ცეცხლისათა ანუ ცხედართა რკინისათა განხურებულთა წვიან, ესრეთ იხარებდიან, ვით არ მცავართ გარდაფენილსა სარეცელსა ზედა განისვენებდეს. ამისთვის ეგულებოდა რაი პავლეს სიკვდილისა მიერ წამებისა განსვლაი ცხოვრებისა ამისგან, ესრეთ იტყოდა, მიხარის და მიხაროდის თქვენ ყოველთა თანა. ეგრეთვე თქვენცა გიხაროდენ და ჩემთან ამხიარული ყვენით. ფილიპელთა მიმართ 2:17-18 იხილეა, ვით არ ყოველსავე სოფელსა ზიარებად სიხარულისა მის მოუწოდს. რამე თუ იცოდა ფრიად დიდი კეთილი არს ესრეთ განსვლაი ამის სოფლისაგან, ესრეთ საწადებილიყო მისდა და სანატრელ ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილი სიკვდილი. რაც უკვე ყოვლით კერძო საცნაურ არს, ვით არ მედუღელი იგი სათნოებისაი სუბუქ არს და ტკბილ. არამედ ვიხილოთ ტვირთიცა იგი ცოდვისაი, ვით არ მძიმე არს და საწყინო და ყოვლით ურთსაძაგელ. მიხედეთ ანგახრთა ბოროტთა მათ საფასის მოფარდულთა, გულისხმა ყავთ, რაოდენი მწუხარებანი ჰქონან, რაოდენი ზრუნვანი, რაოდენი განსაცდელნი, რაოდენი ბრძოლანი, რაოდენი ამბოხებანი და შფოთნი, რამე თუ ვითარცა არაოდეს და აკლდენ ზღვასაღელვანი. ეგრეთვე სულ სამას შფოთნი და დაუწყნარებლობანი და ზრუნვანი, ხელვანი და მიმოკვეთებანი. მიხედენ კვალად მოშურნეთა და ძვირის მოხსენეთა და იხილნე იგინი სამარადისოსა სატანჯველსა შინა მყოფნი და ცეცხლსა შინა ბოროტსა შემწვარნი ნებისა მისგან, მიხედენ ხორცმოყვარეთა და ბილწებისა ტრფიალთა და საწუთროისა ამის ცუდისა და შემსჭვალულთა, და ჰპოვნე იგინი განსკედულნი მონადმძლავრისა უწყალოისა და სასჯელითა მით კაინისითა დასჯილნი შიშსა შინა და ძრწოლასა სამარადისოსა და ტყუეობასა შინა ბოროტსა. განიცადენ ზუავნი და ანპარტავანი, და ჰპოვნე მათნიცა სულნი და უწყნარებლობასა შინა და სიბორგილესა და უცხრომელსა. და ყოვლით ურტყოველივე საქმე ცოდვისა იტვირთი არს ბოროტი, შემუსრველი საცნაურთა მათ და უხილავთა ძალთა სულისათა და განმყუნელი სიკეთესა მისსა. ამისთვის სახიერი იგი და მოწყალე მეუფე მიმიწოც და მეტყვის ყოველთა, მოედით ჩემ და ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება ისულთა თქვენთაი. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მცირე არს. მათე 11:28-30 რაც უკვე ნუ შეშინდები, კაცო, ნუცა შეფრთხები უღელსა მას, რომელი გიხსნის შენ ყოველთა მათ ბოროტთაგან. მიუპყარ გულს მოდგინებით ქედი შენი და მაშინ იხილო განცხადებულად სიტკბოება იმისი. არა მოღლეც ქედსა, ნუ გეშინინ, არამედ წესიერებისათვის ხოლო მდებარე არს მასზედა და რაითა გზასა მართალსა გავლებდეს შენ და არა შეგინდობდეს მიმოკვეთებად ეკლოანთა შინა და უღახთა არცა მარჯულ, არცა მარცხლ, არამედ გზასა სამეუფოსა გიპყრას, რომელსაც აიწრო სახელდებულ არს რაითა შეგიყვანოს ფართოებასა მასზე ცისა სასუფეველისასა.
ვინ აითგან ესე ვითარი არს წესიმისი ესრეთ უცდომელ არს და კეთილ მოედით, ძმანო, ყოვლითა მოსწრაფებითა შევიწყნაროთ უღელი იგით კბილი. რაითა აქაცა განსვენება იპოვოთ სულთა ჩვენთა და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარეებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.